გამარჯობა. ვაგრძელებთ ცივი იარაღის კანონზე საუბარს. ვცდილობ მაქსიმალურად გავაზიარო ცოდნა და გამოცდილება მოქმედ კანონთან დაკავშირებით, რათა მოქალაქეებმა რაღაცნაირად მაქსიმალურად თავი აარიდონ დაჯარიმებას. მესმის ძალიან რთული არის მაგისი გაკეთება კანონის კომიკურობიდან და აბსურდულობიდან და ბუნდოვანებიდან გამომდინარე, თუმცა მაინც გიზიარებთ გამოცდილებას. კომიკურობას რაც შეეხება, პირადად მე ერთადერთი ბუსუსებიანი პრეზერვატივების კანონი მახსენდება ამ კანონის მსგავსად. ის კანონი ბუსუსებიანი არ გავიდა ბოლომდე და ვერ დამტკიცა და ვერ შევიდა ძალაში და იმისაგან განსხვავებით ეს კანონი სამწუხაროდ შევიდა ძალაში და ხდება ადამიანების მასიური დაჯარიმება. ვინც არ არის შეხედული, ახლა გეტყვით რომ ცივი იარაღის ახლა ბევრ შეიძლება ეგონოს ისეთი ზიანის მისაყენებელი ნივთები, ხანჯალი, მახვილი, შუბი და ასე შემდეგ. არა, მეგობრებო, დღევანდელი მოქმედი კანონით ყველაფერი ცივი იარაღი არის და ყველაფერზე შეუძლება დაჯერიმდეს ადამიანი და ბოლოდროინდელი გამოცდილებაც მაგაზე მეტყველებს. ჩვენც ნენელა ვარკვევთ ნიშნავთ ფასიან ექსპერტიზას, ცული ცივი იარაღია, მახათი ცივი იარაღია, კარაქისდანა, პომიდორისდანა ცივი იარაღი არის, დატოვებული გვაქვს ქლიბი, ახლა სახრახნისი, რაღაც პატარა საბეგვი და ასე შემდეგ. მაკრატელიც გასარკვევი არის სალსახად, ახლა ზიანის მიყენება მეორე ადამიანისათვის მაკრატელიც შეიძლება და დიდი ალბათობით ესეც ცივი იარაღი არის. ცოტა ისეთი სიტუაცია გვაქვს მეგობრებო, აი კაცრი კოლონიის რეჟიმები, კაცრ კოლონიებში რო არის ხოლმე კაცრი, რომ აი ყველაფერი ჩამორთმეული აქვს, იმიტომ რომ ერთმა პატიმარმა მეორე პატიმარს შეიძლება ზიანი მიაყენოს. მიახლოებით მსგავსი ლოგიკა მოქმედებს და მსგავსად გვექცევა სახელმწიფო ამ კანონით. დანარჩენი ახლა მე მგონია რომ ამ ყველაფრის ბოლო არის ქვა, ახლა კაინმა აბელი ქვით მოკლა და ქვა ჩაარტყა და ბოლოს ქვითაც შეიძლება რომ თქვა ერთმა ადამიანმა მეორეს ზიანი მიაყენოს. იგივე ლოგიკის კანონი არის ეს რო იცოდეთ. მე არ მგონია რომ დიდხანს გავძელდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან კომიკური არის, თუმცა სანამ მოქმედი არის, მანამდე გიზიარებთ გამოცდილებას. ძალიან ბევრი ადამიანი სვამს კითხვას საბარგულში შეიძლება თუ არა, თქვათ აი ნივთების ქონა. ჩემი გამოცდილებით ძალიან გახშირდა, თითქმის უკვე მასიური ხასიათი მიიღო საბარგულებიდან ამ ნივთების ამოღებას და ადამიანების დაჯარიმებას. მესმის შეიძლება ზოგიერთმა პოლიციელმა თქვათ არ დაგაჯარიმოთ საბარგულზე, თუმცა კანონი იმდენად ბუნდოვანი არის, რომ ჩემი გამოცდილებით ძალიან ხშირად ხდება, რომ უკვე ადამიანებს აჯარიმებენ ხოლმე. იმიტომ რომ კანონში წერია დაუყოვნებლივ გამოყენება და ახლა თქვენ შეიძლება თქვათ ისეთი მანქანა ყავდეთ, რომ საბარგულში პირდაპირ მიგზვდებოდეთ ხელი და გამოიყენოთ. შეიძლება თქვათ გაჩერებული იყოს მანქანა და საბარგულთან იდგეთ და თქვენ შეგეძლოთ რომ საბარგული მაქსიმალურად მალე გააღოთ და დაუყოვნებლივ გამოიყენოთ ნივთი და გამოიყენოთ და შესაბამისად პოლიციელი ძირითადად თავს იზღვის ხოლმე და პრევენციის მიზნით ხდება ჩამორთმევა და ადამიანების დაჯარიმება. ამ კონკრეტულ ნივთს რაც შეეხება, ახლა ნელა გიზიარებთ ამ დასკვნებს როგორც გითხარით და ამ ნივთზე წინაზე ვისაუბრეთ, წინა ვიდეოში უბრალოდ სამწუხაროდ თან არ მქონდა არც დასკვნა და არც ნივთი და დღეს ორივე ჩამივარდა ხელში და მაგას გაგიზიარებთ. მაგალითად 7 აპრილს არის ჯარისა დასკვნა დაწერილი, 9 თებერვალს ჩამოართვეს ადამიანს მსგავსი ეს კონკრეტული ნივთი და ნახოთ ექსპერტმა რა დაწერა. აი ესე დასურათებული არის ერთი მხრიდან, მეორე მხრიდანაც არის დასურათებული. და წავიკითხოთ დასკვნის ნაწილი. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის ჩხვრეტამჭრელი და მიეკუთვნება ცივი იარაღთა კატეგორიას. როგორ დაადგინეს? ორი ტესტი ჩატარდა. სიმტკიცისა და დრეკადობის გამოსაცდელი სპეციალური მოწყობილობის საშუალებით მოხდა დანის პირის დაბოლოების გადახრა სხვადასხვა მხარეს. დანის პირმა გაუძლო 1 კილოგრამ ოდენობით დატვირთვას, გამოსვლის შემდეგ დადგინდა, რომ დანის პირზე ნაჩვენი დეფორმაცია არ დაფიქსირდა. აღწერილი გამოსვლის შემოწმების შემდეგ ჩატარდა ექსპერიმენტი ხის ფირფიტაში მრავალჯერადი ჩარჭობა, რა დროსაც დადგინდა, რომ დანის პირი და დანის კონსტრუქცია არის საკმაოდ მყარი დანის სახელური მოსახერხებელია ხელში დასაკავებლად, ჩხვრეტამჭრელი დარტყმების მისაყენებლად ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგი მოწმობს მასწრად, რომ გამოსაკვლევი დანის მახასიათებლები აკმაყოფილებს ცივი იარაღთა კვალიფიკაციისთვის არსებულ სტანდარტს. და გადავიდეთ ახლა თავარ დამნაშავეზე თვითონ ნივთზე. აი ესეთი პატარა ბრტყელტუჩა არის, რომ რაღაც ადამიანმა მოუჭიროს, მოუშვას, პატარა რაღაცა მავთულსაც გადაჭრის და სხვა ინსტრუმენტებიც აქვს მეგობრებო. აქვს ესეთი ფიგურული სახრახნისი აქვს, აქვს ასევე ესეთი პატარა რგოლი, ადამიანმა რაღაცა გასაღებზე ჩამოკიდოს, რაღაცა ბრელოკად. აქვს ასევე ესეთი ბრტყელი სახრახნისი არის, ესეთი სიმბარათების ამოსაღები აქვს, ძალიან პრაქტიკული. გვაქვს ესეთი პატარა მაკრატელი, კიდევ უნდა იყოს ესეთი ბოთლის გასახსნელი და კონსერვის გასახსნელი არის და კიდევ უნდა იყოს რაღაცას დამნაშავე, აი აქ. ესეც დანა მეგობრებო. წამით დავუკეთოთ. ესეც დანა.
რომელთაც ჩატარდა ექსპერიმენტი და ყველანაირი დატვირთვას გაუძლო მეგობრებო, ხეში ჩარჭობას მრავალჯერადად და ასე შემდეგ, დანას არ აქვს ჩამკეტი მოწყობილობა საერთოდ. ესეთი დანა არის, რომელიც ეგრევე იკეცება. ყოველ შემთხვევაში ჯარიმა გამოეწერა ადამიანს 500 ლარი და კონფისკაცია მოხდა სახელმწიფომ ჩამოართვა ეს ნივთი ადამიანს. ზუსტად არ ვიცით სად მიდის ეს ნივთები, ან ნადგურდება, ან რიგ შემთხვევაში აუქციონზე იყიდება ხოლმე. თუ აუქციონზე გაიყიდება, შეგიძლიათ შეიძინოთ, წამოიღოთ და სანამ სახლამდე მიიტანთ, მერე ისევ შეიძლება დაჯარიმდეთ. კეთილი, მადლობა ყურადღებისათვის. სხვა თქვენს თუ რაიმე გამოცდილება გექნებათ, ან რჩევა გექნებათ, გაგვიზიარეთ, მადლობელები ვიქნებით.